ჩვენი გადაცემის სტუმარია ჯგუფი, რომელმაც ახალი თაობა და მათზე უფროსებიც კი აღზარდა. მივესალმოთ ჯგუფი სახე! მაგრამ მაინც კარგი იყო, დიდი მადლობა. გავიზდებით კიდე. გაიხარეთ, მე უნდა მეთქვა ეს. არა, უშავს ორი. მე გამაფრთხილე შენთიო და კარგია. მადლობა ჩემო დათო რომ მოხვედი, თორე დათო სულაკ არის და. მე უფრო გასაგები რომ იყოს, დიდი მადლობა ხუჯაძეს რომ მოვიდა, იმიტომ რომ ფორჩეზე აქ არის სულ. ვერ გამაგდეს საკითხი. ისე რა არის, კიდევ კარგი რომ მოხვედი, ჩემო დათო ამჯერად ხუჯაძეს მიმართავ, თორემ ძალიან ძნელი არის დათოს დაპატიჟება. ესე იგი და შენს გარეშე არ მოვიდა ამდენი ხანი რა. უჭირს მოსვლა ჩვენს პრინციპულია რა, პრინციპული. უპრინციპულესი. კაცის გარეშე არცად არ დო. როგორ არის? აღგერის დაჟე ჩემს გარეშე. მართლა ხო? ხო, რამე პროექტი თუ არ არის ესეთი სერიოზული მაგალითად მარტო ჟიურიში არის ჩემს გარეშე. არა, იქ ხო მალავ მე ვინაო. ეგეც მალავ. არის ძახის. სახეს ნუ მალავ. რა რაღაცები მახსენდება და ზოგადად აი ჩემთვის სახე თან როგორია, იცი აი გვერდით რომ მყავს და მაინც რომ გენატრება რა. აი აქვე ხართ, თან სულაკ არის. და მართლა ლეგენდარული ჯგუფი ხართ, ეხლა მას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ და ეს აპლოდისმენტები გამოს. ასურია და ძალიან ბევრი უამრავი ჰიტის ავტორი ხართ და უფრო სწორი იქნებოდა რომ თქვა რომ მარტო ჰიტების ავტორები ხართ. ყველა თქვენი სიმღერა იყო ჰიტი. პოეზია გამოვიდა. კარგია რა და ეხლა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ესე იგი ამ ამბავს როგორც ვიცი ეხლა დალევა ისეთი თემა არის რომ ეხლა როცა დალევს ადამიანი უსმენს ხოლმე სხვადასხვა რაღაცებს და ნასვამები რომ ხართ მარტო სახის სიმღერებს უსმენთ თუ ცოტა ფანუღებსაც შეაპარებთ ხოლმე გააჩნია რამდენ ჭიქაში ხარ ეხლა ეს სახე პირველი ორი ჭიქა სახე კარგია მე გადადიხარ უკვე იქ მე ბოლოს ქსოვრელებზე მიდიხარ ეს კოსტუმის ქნევები და ეს დათოს ის არის რა ქვია ლისტია დათოს მე სამ ჭიქაზე ვჩერდები ხოლმე ზოგადად როგორ გადახვიდე ანუ სახეზეა გაჩერებული რა იმის კი გადასარევი სახეს ინარჩუნებს კი ბატონო სამი დალია შეგერგება აჰა ნახე ხო ისე ხო არის რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი თქვენი ჰიტებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ თუ ემთხვევა მაშინ თქვენი გემოვნებაც ერთმანეთს და რომელი არ გიყვართ. არის ეგეთი. ყველა ისი არის ჩვენთვის რომ ანუ ამდენი წლის განმავლობაში რომ ეს სიმღერები შენს გვერდით ჩვენთან ერთად რომ მოდის, ინდა არ გინდა ხა ვეღარ გამოყოფ რომელი რასაც რომ აი ეს ჯობია თუ ის ჯობია. თუმცა აი ხა ისეთი კითხვა დღეს ყველა ერთიანი არის. ხო, ჩვენ მართლა კარგი. მართლა რომ ვითვლით ერთი ჩვენი კონცერტები, რომლებიც კიდევ გვაქვს და ვატარებთ ხოლმე და საბედნიეროდ არის დააფიქსირა. ხო, ძირითადად ესე იგი ეს არის კარაოკე ფარტი. აჰა. ანუ და რო არ ჩაგვეთვალოს ხოლმე რომ ფულს ტყუილ უბრალოდ ვიღებთ. ერთხელ ჩვენ მღერი ვართ და ერთხელ ვამღერებთ ხალხს და თუმცა გამოდის როკცენი კონცერტი და სხვათა შორის ხდება ხოლმე რომ მიკვირს რომ აი მაგალითად ვიტყვი ხოლმე ბიჭო აი არ მოველოდი და დღეს აი როგორ მინდა მოგეფერო მწაი ხო და აი ესე ვიძახით ხოლმე ხან ტრანსგელოდიზე ხან როგორ მინდა მოფერებაზე გამახსენდა თქვენი ასევე ძალიან ცნობილი ჰიტი შენ რა სექსი ხარ. ხო მოფერებას რატო გამახსენდა არ ვიცი მაგრამ. ახლა ამდენი დრო გავიდა. ახლა მაინც თქვით ვის ეძღვნებოდა? ვინ იყო მუზა? მუზა ამდენი დრო რო გავიდა მაგიტომ არა გვახსოვს უდაბ. მე უბრალოდ რა ადრე უნდა მეკითხა პირველი ანსამბლი იყავით, პირველი ჯგუფი იყავით, ვინც პირველად ახსენა სიტყვა სექსი სიმღერაში. რა თქმა უნდა და ანუ თქვენგან გაიგო ბევრმა ამ სიტყვის არსებობა და თქვენ ვინ გაგაგებინათ? პირველად ვისგან გაიგეთ? ჩვენს მერე მატება იყო ხო რა
სექსი. მოიმატეთ ქართველებმა ხო იმ საქმეს გავიზარდეთ ერთიურად და მერტ ჩვენ საერთოდ წიგნებს წავიკითხავ. ახსენდება. ხო ჩვენ დროს არ იყო სოციალური ქსელი. წიგნებში ეწერა. კი ხო, გადასარევია. მართალია, სადღაცთან უნდა გაიკვადრე თუ გვიან რა. დათო, რა მაინტერესებს ფორჩხიძეს ვეკითხები ახლა ამჯერად. აი, ფანებს ხშირად უთქვამთ შენთვის, რომ აი ის ბიჭი გამაცანიო რა ხუჯაძეზე. არა, ეგ ხუჯაძეს უნდა კითხო, რამეჯერ უთხეს რომ რომ რა. აი ესეთი ხურობა იყო. საკმაოდ ისეთი. კარგი ხურობა იყო. არა, ადრე მეც მიმოშებოდი, მე ვიცი მეუნებოდან ეხა ფანები, მაგრამ მაშინ კიდე თმა ქონდა თავზე და მაგით უფრო მოთხოვნა იყო. მე ახლაც მეუბნებიან დათო დაწმარდი და სადაც არ უნდა გამაჩერონ ყველგან და გაგვაცანი დათო მეუბნებიან და რა მაგრამ ნახე. როგორ დამაგდო ბეჭებზე და ისე ერთმანეთში თუ ერეოდით, აი გვარებიდან. არა, მარტო ვიზუალურად, არა ისე დაუშვათ, აო ის მოვიდა ჩემთან, აი დაუშვათ. არა, გვარები კი ეშლებათ. იციან რომ დათოები არიან, მაგრამ აი გვარებში ეშლებათ. მე პორტეს გოგოებში ვერეოდი. შენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ხართ ამ ხრივ. გადასარევია და მართლა მთელი თუ ამბობ, გული თუ ამბობ, რომ 90-იან წლებში ყველაზე პოპულარული ანსამბლი იყავით და შემდეგაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ 90-იან წლებში დაიწყო და ასე მოხდა. კი, ასე მოხდა. კი, არაფერი არ დამთხოვია, თქვენ თვითონ დაამთხვიეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ რისი თქვა მინდა, იცი, იმდენად კარგად იყავით, რომ თქვენ ის ცუდი წლები არ შეგხებიათ ფაქტიურად, ხო? უდენობა და ასე შემდეგ? არა, ან კონცერტზე სულენ თუ რაღაცები. რაღაცები են თუ სულ. მაგის ის გვაქვს. სულ რაღაცა. თუმცა იცი რა არის, ჩვენ მაინც 90-იანების ბოლოში ვიყავით და მთლად ესეთ უშუქობის დროს უკვე აღარ უკვე ხო რაღაც გრაფიკით მაინც უკვე შუქი იყო ხოლმე რა და როგორ არის რომ არ მოგატყვილოთ რა ჩემო დათოებო? ანუ ფონი იმაზე ვღებოდით მაშინ პრინციპში რა ქვია, ხო რა ქვია? გენერატორზე და რაღაც. ფონოგრამაზე და ასე შემდეგ. ხო. ხალხმას ახლა მაშინ ვერ დააკერებდით თან. ხო იყო. გენერატორზე ვშობდა პლატფორმებში შეერთებდი და ეს ამ დინამიკით და ვარსკვლავის გახსნა და მე ლექსი არის დიდი კონცერტი იყო და დათოს ვეუბნებოდი სანამ სიმღერა შემეძლო მეთქი ცოცხლად არავინ არ მომღერდა რო დაუბერდი და ხმას ეხა შეგიძლია აგერ იმის თქმა მინდა რა მის მინდა აღნიშნო რომ ანუ ჩვენთან როგორ არის სხვა დათოზე რა სულ რაღაცას აკეთებს და ასე მღერდა აღმოჩნდა რომ აღმოჩნდა რომ სიმღერა შეძლებია ძალიან მაგრად იმიტომ რომ ეხლა ხაზ რო გადავიღეთ კლიპი საქართველოს ლამაზზე ახლა აღმოაჩინა ხო არა აღმოაჩინა არა მე კი ვიცოდი სულ სხვას არ იმაშებოდა მე კი არაგებინებდა სხვებს უნდა მოესმინათ ეს აი მამაშია მაგარი მე ხა ეგ მიყვარს აღმოჩნდა რომ აკადემიურადაც ძალიან შველი სხვადასხვა საიმ პროექტში და ვიბრაციაც კი არა რა თქმა უნდა არა აღმოჩენა მე თვლი რომ მე აი ამ სიმღერაში ეს სხვა მხრიდან აღმოვაჩინე ბატონი დავითი და რაც მე მახარ მე ხო მადლობელი ვარ დათოს ვახარებ და საზოგადოებას თუმცა ვფიქრობ რომ მაინც სახეს თავის ხელწერა აქვს და ვფიქრობ რომ იმას ითხოვს ჩვენგან მაყურებელი იქნება ეს ახალგაზრდა იმიტომ რომ მე მართლა კონცერტზე მართლა აი პატარა გოგოები და ბიჭები ძალიან ბევრი დადის ჩვენ კონცერტზე მათ უყვართ ცეკვა გართობა და ჩვენ მაინც ეს ლირიული გადახვევა ჩვენ გავაკეთეთ ეს მაგრამ გავაგრძელებთ სახეს შემდეგი იქნება სახის აუცილებლად თან ყველა დღესვე დავადემონსტრირებ ყველა ბენდში აუცილებელია რეპერტუარში თქვენი რამოდენიმე სიმღერა რომ არ იყოს წარმოუდგენელია და როგორ ერთობიან ახალგაზრდები თქვით და ყველა თაობა მაგრად ერთობა და სიმართლე გითხრათ დღესაც უსმენ სახეს სიმღერებს ოღონდ რა არიცი აი სანთლის შუქზე მშიერ მუცელზე და სხვისგან მოპარული დენის ქვეშ უფრო სხვა ეს სხვანაირი ბასინოა ხო სხვა იყო რა სხვანაირად მოდიოდა შენამდე ეს ემოცია ხო წარმოუდგენელია ეხა შენ რასაც იცახი აქ ახალგაზრდები არიან და
მათთვის მაგალითად მაგნიტოფონი მართლა ის არის რა. ბაბინებზე რო არაფერი თქვა. არა, ბაბინები ჩვენთვისაც ცოტა წარსულია, მაგრამ მაგნიტოფონს ჩვენ გამო რაღაც გადააბანდა, აბა მოისმინე დღეს ყოს მანიკური დაწება თულა. კი, როგორ აი რა გამახსენდა, იცი რომ აი როდესაც პირველად Poetry and Motion ჩამოვიდა, ну, კი ეს უშუქობა ნახა, მაგრამ თვითონ ამ კონცერტმა და ასე შემდეგ ისეთი დაბისტილებების ქვეშ წავიდნენ, რომ ну, ჩაბნელებულ პარიზში ვიყავთ. აი მეორე ჩამოსვლაზე რაღაც 3-4 წლის მერე კიდე ჩამოვიდნენ, ჩამოყვა კიდე ახალგაზრდები, სხვა ხალხი, რომლებიც პირველ ჩამოსვლაზე არ იყვნენ და ისინი ცოტა ძალიან ესეთ ღრიანცელს აწყობდნენ და არავინ არაფერი უთხრას ახლა მე ამ თავარ ბიჭებს ვეუბნები რა, რომ ბევრს იცინიან ესენი და არავინ არ გააბრაზონ მეთქი და სადღაც უცებ შევიდნენ რაღაც ხო შევიდნენ რაღაც თუ არ ვწდები ვალუტის გადასახურდებელი პუნქტები იყო და იქიდან გამოვარდნენ ხარხარით რა და ეს პატარა ბიჭები და მე ამას ხო გითხარი მეთქი რომ ეს ხალხი გააჩუმე მეთქი რა და ესა რა ქვია ესეც შევარდა ამათ გასაჩუმებლად მაგრამ თვითონაც გამორბის ხარხარით და იცინის და შე რაღა მოგივიდა მეთქი და ამაზე არ შემილიაო რო არ გავიცინოთ რა ნახეთ ესეთი მეთქი და რო შევედით, ანუ ჩამიყვანა და შეხედე უყურეო და იქაც წავიდა შუქი და ეს ქალბატონს კალკულატორის მაგრად ჰქონდა ჩოთკი ამის და და თურმე მათაც არ უნახია ცხოვრებაში ჩოთკი მოქმედებაში და ბედნიერი იყო რომ აი ეს კინოში მაგონა ნახე. კარგია და ეხლა რადგან ახალი თაობა ვახსენეთ და შევეხეთ, ესე იგი თქვენ ისეთი ჯგუფი ხართ რომელზეც ვერავინ ვერ ეტყვის უფროსი თაობა უმცროს თაობას რომ მაგათ რა გასმენინებთ, იმიტომ რომ თვითონაც თქვენ გისმენთ. კი. სიტუაცია ნამდვილად. ხო და სხვათა შორის თქვენი ახალი კლიპი ვნახე და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი კომპლიმენტები გითხრათ და მარტო არ ვარ ნამდვილად ამ ამბავში და მინდა გითხრათ რომ ახლაც თქვენი დროა. მადლობა. მე ვფიქრობ რომ მადლობა. თან კარგია რომ გააქტიურდით და თან სახეს არ კარგავენ. ანუ ის ახალი რეპერტუარი, განახლებული რეპერტუარით უნდა წარდგეთ ისევ და ისევ მაყურებლის წინაშე და სახელის გადაკეთებას ან ცოტა მოდერნიზაციას ხომ არ აპირებთ. აი მაგალითად ოდნავ ნაოჭიანი სახე. ისევ ის ბიჭები ვარ. კიმბროლიან მორდაკრას არის. რა არის იცი ჩვენ ძალიან მე როდესაც ნელ-ნელა ესე იგი ჩვენ მეორე სუნთქვა გაგვეხსნა და ეს სადღაც 2018-19 წლებიდან დაიწყო მე მივხვდით რომ რამდენად რთულია როცა რაღაცა შენი ძალიან დიდი წარმატების მძევალი რო ხარ რა და რაღაც ნიშაში რო ხარ და მე შემეცოდა მაიკლ ჯექსონი მე შემეცოდა სტივი ვანდერი ხო მივხვდი რომ ანუ იმათაც ახალი სიმღერები მათთვისაც რა რთულია იმიტომ რომ ვიღაცეებისთვის მათი ძველი სიმღერები არ არის ცხოვრების ულამაზესი ეტაპების მოგონებებია და ანუ ჩვენ ვართ გვაქვს ეს ბედნიერება რომ ვიღაცეში ვარ დიდი მომდევნები მე ვფიქრობ რომ შენი ულამაზესი რამოდენიმე კომპოზიცია ხარ ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩვენს გავიარეთ თქვენთანაც მატერიალს მე კიდე მართლა იქიდან არა ვარ ჩამოფრენილი და ამიტომ ეს სიმღერები რომლებიც ჩვენ გვაქვს რამხელა ბედნიერებაც არის იმხელა ტვირთიც არის და პასუხისგებლობა რომ ამიდი ხა და მოერია ხა იმ სიმღერებს რა ნუ ეს ფაქტიურად გენაცვალეთ თქვენ და თუმცა ხალხი იმდენად კეთილია რომ არაჯიბრებს და ის ძველიც უყვარს და მაგრამ ვფიქრობ რომ ქვეყნისთვისაც და განვითარებისთვისაც საჭიროა რომ სულ ახალი და ახალი ვაკეთოთ გეთანხმები ძალიან მიხარია ძულფასო მეგობრებო რომ ასეთი სახე ლოვანი სტუმრები მყავს ველოდები და დღესაც ვიცი რომ დაამშვენებთ თქვენი სიმღერით ჩვენს გადაცემას მოკლედ გელოდებით ყოველთვის ჩვენ ამ სიმღერაზეც ვაპირებთ რომ გადავიღოთ ვიდეო თუმცა დათოს უთხარი რომ იქ სადაც არის ჩემი გული და სული იქ გავაკეთოთ პრემიერა თქო და ჩემი სული და გული ბიჭებო გოგოებო აქ არის თქვენთან იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ ყველა ძალიან მიყვარხარ na 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 na
მახსოვს როგორ მიხმობდი ცისკენ ერთად გაფრენა გსულდა მზისკენ მე დავრად ვერ ხვდებოდი რომ ცისკიდას ვერ შევეხებოდი ვიცი ვერ შევხვდები მეცხრეთას მე შესავით ვდები არა მაქვს მე მიწაზე ვჯები შენ კი გაბრინდები მაგრამ მაინც ვერ დაგივიწყებ და მე მიხვარხარ და გახსოვდეს მუდამ მეხვარები მაპატიე ბოლომდე რომ ვეღარ გამოყვები შენ წინ უნდა იაროდა მე უკან დავბრუნდები და ვდები მე რომ თვალებში ვერ ჩახედავ მზეო მოელვარე უკან თუ მოიხედავ და მხოლოდ წინ მიარებ წავით გაცარბინარებ ასე რომ შეგიყვარე იჩქარებ ანუ არ ვცდილობ ჩემს გადარჩენას და ნუ მასწავლით საშიფრენას ვიცი მაინც მომიწევს მე უშენოდ მარტო დარჩენა ვიცი ვერ შევხვდები მე ამ წას მე შესავით ვდები არა მაქვს მე მიწაზე ვჯები შენ კი გაბრინდები მაგრამ მაინც ვერ დაგივიწყებ და მე შენ მიხვარხარ და გახსოვდეს მუდამ მეყვარები მაპატიე ბოლომდე რომ ვეღარ გამოყვები შენ წინ უნდა იაროდა მე უკან დავბრუნდები და ვდები და მე შენ თვალებში ვერ ჩახედავ მზეო მოელვარე უკან თუ მოიხედავ და მხოლოდ წინ იარებ წამით დაწარბინანებ ასე რომ შეგიყვარე იჩქარებ ვიცი ვერ შევხვდები მე ამ წას მე შესავით ვდები არა მაქვს მე მიწაზე ვჯები შენ კი გაბრინდები მაგრამ მაინც ვერ დაგივიწყებ და ვიცი მიხვარხარ და გახსოვდეს მუდამ მეხვარები მაპატიე ბოლომდე რომ ვეღარ გამოყვები შენ წინ უნდა იაროდა მე უკან დავბრუნდები და ვდები თვალებში ვერ ჩახედავ მზეო მოელვარე უკან თუ მოიხედავ და მხოლოდ წინ იარებ წამით დაწარბინანებ ასე რომ შეგიყვარე იჩქარებ მე ვერ გაბრინდები მე არა მახსდები მზის ღიმებსაც ვიცი ვერ შევეხები მე მიწაზე ვჯები შენ კი გაბრინდები მაგრამ მაინც ვერ დაგივიწყებ na 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 no na 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 me ჩვენი სტუმარი იყო ჯგუფი სახე ჩემ შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი ამიკო ჯოხარაძის ხელმძღვანელობით